ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო მეგობრებო და ჩემო გამომწერებო. დღეს მე ვაპირებ ვიდეო თუთურიელი წარმოგიდგინოთ იმის შესახებ, თუ როგორ მდიდრდებიან ფულიანი ბიძიკოები, ანუ პოლიტიკოსები ხალხის ხოცვით, ომებით და როგორ ავსებენ საკუთარ ჯიბებს. ამის ნათელი წარმომადგენელი და ამის ნათელი მაგალითი უკვე არის სახალხო კლოუნი ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც უკვე ხავს ეჭიდება, რადგან მისი პოლიტიკური შერწყმენილი იმიჯი საერთოდ კატასტროფის წინაშე დგას. ამ ვიდეოში მე რასაც თქვენ წარმოგიდგენ, მაქვს ვიდეო მტკიცებულება, თვით აღიარება. ეს არის ძალიან ცნობილი, ესე ვთქვათ, პოდკასტი ლექს ფრიდმანთან, სადაც ის ხსნის თუ როგორ მუშაობდა ეს კორუფციული სქემა, ანუ რა თქმა უნდა, ირიბად და საკუთარ თავს აქ არ ადანაშაულებს, მაგრამ აქ მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო მინიშნებები მის შესახებ უკრაინაში არსებული ბიუროკრატები და ოლიგარქები როგორ შოულობენ ფულს ამ ამერიკიდან აღებული ეგრეთ წოდებული ვალებით და სესხებით, როგორ ყიდულობენ იარაღს და როგორ იკარგება და შემდგომ როგორ ყიდიან აფრიკასო თუ სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აფრიკაში. ეს თემა უკვე ამოტივტივდა, უკვე ყველამ ვიცით ამის შესახებ. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. და აქვე ხაზს გავუსვებ იმას, რომ სანამ ამ ვიდეოზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ მალე ვაპირებ ახალი, ესე ვთქვათ, ისა რო ქვია, ეპიზოდების გადაღებას ფსიქოლოგიასა და ფსიქოანალიზის შესახებ, სადაც ძალიან ცნობილ ფსიქოლოგიურ დაავადებებს განვიხილავ კონკრეტული სქემებით, ასევე ფსიქოანალიზზე ვისაუბრებ, თვითრეალიზაციაზე, სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე, ვისაც ეს თემებიც გაინტერესებთ, არ მოგაკლებთ, ძალიან მალე დავიწყებ, ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ზოგადად ფსიქოანალიზში და პოლიტიკურ ფილოსოფიაში მაქვს ბექგრაუნდი და ჩემის აზრით ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება ამ მიმართულებითაც შემიძლია, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენ არხს განხილვების პოლიტიკის ვიდეო რეაქციების გარდა კიდევ ახალი სექცია დაემატება ძალიან მალე. ახლა კი გადავიდეთ ზელენსკის სრულად გაშავებაზე. During all this time of the war, ომის სრული პერიოდის განმავლობაში უკრაინისთვის 177 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას მოეწერა ხელი. თუმცა მოდით ვიყოთ გულწრფელები. ჩვენ ამ თანხის ნახევარიც კი არ მიგვიღია. რას მელაპარაკები ვოლოდიმერ? რას ლაპარაკობ, რო ეხა ამერიკა, ანუ ბაიდენის ადმინისტრაცია, ეხა ორე როგორ მუშაობს სქემა რა? ეს მინდა იცოდეთ. რა აი სისაძაგლეს და ყოველგვარ ამორალურობასთან გვაქვს საქმე, რომ თქვენ ხო გეგონათ აქამდე ესეთი რაღაც, რომ ეხა ამერიკა 5 მილიარდს გამოყოფს, აი იღე ვოლოდიმერ და დახარჯე შერაშიც გინდა იარაღი ყიდე. არა, რა ხდება? ეხა ტრამპაც ხო გამოვიდა თქო მინერალების სანაცვლოდ, ისე არ გაგიგზელებთო დახმარებასო რა, მაგრამ აქამდე რა ხდებოდა ყველაზე დიდი ვირის თავი. მეგობრებო, როდესაც ფედერალური რეზერვი გამოყოფს დაუშვათ 5 მილიარდს, ის უნდა წავიდეს უკრაინაში სამხედრო დახმარების. ეს არის სესხი. ჯერ მაქენოდა, ეს არის სესხი. ფედერალური რეზერვი მეტი დარდი არ აქვს. შენ ან ჩემს გამო რამე გამოყო საერთოდ სესხი. ეს შევთანხმდით, რომ ეს არის სესხი, ეს უკვე ფაქტია, შეიძლება გადამოწმოთ. ეხლა ორი ცუდი სქემაა. ეს ფული ხო მიდის ფედერალურ რეზერვიდან, მაშინ რა ქვია, უკრაინის სამხედრო ბიუჯეტში. ეხლა მივიდა ეს 5 მილიარდი. რა ხდება? ჰოპ, არის უკრაინის მთავრობის ხელში. რისთვის მივიდა ეს ფული? უნდა იყიდოს იარაღი. ვისგან? ვინ ამ მთავარი სამხედრო მოკავშირე? ზელენსკის და უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ახლა გერმანია, პაჭაპოჭა, ფინეთი და ეგენი არ გვინი, ისინი მართლა დონაციებს უკეთებენ ბევრ რაღაცაში, იმდენად სულელები არიან. მივიდა ფული, დაუშვათ იარაღის შესასყისად, აი შესასყიდად, აი დაუშვათ რაღაც გამშვებებია, ჯაველინები, დაუშვათ არის საჭირო 1.5 მილიონი, ხო? ჰოპ, ეს ფული, რაც უნდა წავიდა 1.5 ხო არის გასაგზავნო, ეს იარაღი შეისყიდოს. მხოლოდ მაქედან მიდის 700 მილიონი, 600 მილიონი, რაღაცა იქ, რაღაცა აწერენ აქ ზედნადებები, ბუღალტერიაში როგორც ავეთ, ზედნადებები, იქ ეს ამაში დაიხარჯა, ეს ტრანსპორტში, ეს ბენზინში, ეს იმაში და ამ დროს რა ხდება? გადის დრო, ეს ოლიგარქები, ეს გამოდის არესტოვიჩი, მთავარი კლოუნი, მაგამდე ვინც იყო, გამოდის და ამბობს, რომ ეს იარაღები, რაც ეხა შემოდის, ნაწილი ეხა იარაღში ხო ფული კეთდება, ეხა უყურე, იარაღს რო ყიდულობენ, მათ ხო ის თელი სქემა არის კორუფციის. ბიჭო, ეს იარაღი რო ჩამოდის, რომელიც დაუშვათ შეკვეთილია 20, აქედან 10 მოდის, 10 რო შემოდის, 5 ცალი მისდის უკრაინელ ჯარისკაც და 5 აფრიკაში და მაშინ აზიაში და სხვადასხვა ტერიტორიებზე, ტერორისტულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა სამხედრო სინდიკატებში იხარჯება. ამიტომ ამის ფაქტები როა თვითონ არესტოვიჩმა გამოფინა, მე კი არ ვამბობ ამ ყველაფერს. ანუ 10 იარაღი ჩამოდის, 5 შავბაზარზე იყრება, 5 საწყალ ვაშკაც უკრაინელ ჯარისკაც მისდის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში რამდენი ბიჭი მოკვდა. ქართველები რამდენი ჩაიხოცნენ უკრაინაში. მე რო ეხა ანტიუკრაინული რიტორიკით გამოირჩევი, კაცო, ჩემი ანტიუკრაინულობა უკავშირდება აი ნაგვებს, თორე ის უკრაინელი ხალხი და ის ბავშვები და ის ხალხი, მათ შორის ქართველები, თქვენ გონია არ მეცოდება მე ის ხალხი? და ის ზოგადად ადამიანი არ მეცოდება?
რომ ესეთი სირები ბოდის ვიხდი ესეთი სიტყვები, მაგრამ რა ვქნა, ეხა ესენი ფულს შოულობენ, ის ხალხი ვიღაცა ჯერა რომ სამშობლოს გამო კვდება, რაღაცა იქ სლავა უკრაინა, რაღაცი რა კადრები მაქვს, ხო, ნახე თვალიდან არა მომდის, ხო? და ამ დროს ესენი ფულს აკეთებენ, ზოგს იახტები გაქვს იტალიაში, ზოგი დაგულობს დუბაიში, ზოგი სინგაპურში და მიდი მოდის და ეს ხალხი იხოცება. გავაგრძელოთ რა. ლექს ფრიდმენი ეხა ვისთანაც ზის, ეს არის ძალიან ცნობილი პოდკასტერი, უსმინეთ ხოლმე ხალხ, რომ ეს ამერიკელია, აპირებს პუტინთანაც ჩასვლას და პოდკასტი ჩაწერას, ნახოთ თუ შეგდება კითხვა. არის თუ არა ეს ყველაფერი კორუფციის შედეგი და თუ ასია, ვისი მხრიდან ხდება აღნიშნული კორუფცია? მოდით მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. როდესაც ამერიკა დახმარებას გვიგზავნიდა, ეს გახლდათ ამერიკული თანხა და ამავდროულად ამერიკული იარაღი. ხო, აი მე რას ვთქვი ზუსტად ეხა გამასრო ამათ, რას ვთქვი ამერიკული ფული, ამერიკული იარაღი, მაგრამ თელი ვირეშმაკობა ხალხო იმაში რომ ფულს რო იღებს და მისდის მე სანამ ეს ფული იქით გადავა და იარაღ შეისყიდის, აი მან ხდება თუ ხდება მთელი კორუფცია რა. ეს არის როგორ ტენდერები რო ტარდება და ბიძაშვილებს რო აგებინებენ, მამიდაშვილებს რო აგებინებენ. იქ ზუსტად იგივე სქემა არის. ანუ ყოველად უსამართლო, ყოველად აღბაშფოთებელი და ეხა კაი ტენდერებში, ეხა სამშენებლობაში კიდე ხო ადამიანის სიცოცხლესთან კავშირში არა, მაგრამ ომში ბიჭო, სადაც ხალხი იღუპება და შენ ეხა გაგონდება ის რომ აიმე თურმე ნატოში არ უნდა მივიღეთ. აიმე თურმე ევროპა გვიყენებს, აიმე თურმე ბაიდენი გვიყენებდა და ამერიკაში ეხა ამერიკას აბრალებს ზელენსკი. და შედალოცილო პოლიტიკოსი როდის ხარ მაგარიც მე მაკიაველზე ჩავწერა ვიდეოს რომ ვერ მოვიდა ეს დღე რომ მე ნიკოლო მაკიაველზე ჩავწერო მინდა აგიხსნათ რა არის პოლიტიკა რა გაიძვერები რა ვირეშმაკები და რა გარყვნილები არიან ადამიანების სინამდვილეში აი ეს არის პოლიტიკა თუ სიმართლე გაინტერესებს საკუთარი მოგება რაც არის აი gain power რაც ეწოდება პოლიტიკური ტერმინით რომ გაზარდო შენი მოგება და შეამცირო სხვისი ის არა ქვია რესურსები აი სწორედ ამას ემსა რასაც ეს აკეთებს ახლა ეს არის ყოველად აღმაშფოთებელი. შესყიდვაც აღნიშნული თანხის მეშვეობით ხდებოდა. ჩემი როგორც პრეზიდენტის განკარგულებაში არსებობდა სატვირთო თვითმფრინავები, თუმცა ისინი ომის გამო მალევე უკრაინიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადავიტანეთ. მალე კი არა. დაახლოებით 2022 წელს თებერვალში რომ დაიწყო, აპრილიდან უკვე ამერიკულ თვითმფრინავებს ჩამოქონა და ჩემო კარგო იგინა 3 წელი გავიდა უკვე და შენ რო ეხა სიმართლეს ამბობ, ვითომ სიმართლეს, ხო? ხარ გაიძვერა, მატყუარა და ამ კორუფციაში თანამონაწილე ადამიანი. ამ 3 წლის განმავლობაში იცით რამდენი უკრაინელი მოკვდა ამ ომში? ძალიან ბევრი. იცით რამდენი ქართველი მოკვდა? ძალიან ბევრი. ეხლა გამოდის, ეხლა ისოებს განტევების სვაცი ეხლა არის, თურმე ეხლა იყენებდნენ. ეს როგორც პოლიტიკოსის, ისეც კლოუნია და როგორც მსახიობი ისეც კლოუნი იყო. პოლიტიკოსი რითი ფასდები ადამიანი. და შენ უნდა გათვალო რაღაცები. აი ხა ნახე, მე ვარ საქართველოს მთავრობაში, წარმოვიდგინოთ ხა და ვარ რეალური საფრთხის წინაშე, რომ მეხუთე კოლონა ჩალიჩავ ჩემ ქვეყანაში ომს, იმისათვის რომ აი დღეს USAID ხო დაიხურა, რომელიც აფინანსებდა კენიაში ათეიზმის გავრცელებას, იქ რაღაცა სპერმატოზოიდების რაღაცა სისულელებს აფინანსებდნენ სოფლიოში, მოვიდა ტრამპი მასკი, დოჯმა იმან ანუ government efficiency სამსახურმა მოხსნა საერთოდ ეს დეპარტამენტი, საიტიც გათიშულა ყველაფერი ქართული NGO-შნიკებსაც დარხეული აქვს, ასევე სხვა NGO-შნიკებსაც სხვა ქვეყნებში. ბიჭო, შენ თუ ამდენს ვერთული პოლიტიკოსი. მაშინ რა გინდა? წადი მაშინ, რა ვიცი, პური გამოაცხე ძმაო, ან რა ვიცი, რაღაცა კაც შაუწექია, რა კი არის, უკვე მგონია რომ გეია საერთოდ ეს ადამიანი, ხო? თავისი შეგენებით ეხა რომ გამოდიხარ და იმას ამბობ, რომ იცი რა, თურმე ამერიკა გვიყენებდა რა. აი მე თურმე ნატოში არ გვიღებენ რა და ბიჭო, შენ რითი ხარ მაგარი პოლიტიკოსი? ეს უნდა განჭორიტო წინასწარ, შენ გიყენებს რომელიღაც ქვეყანა. შენ ისე გიცინის და ისე ციცილკისკიში ისე გისრულებს, რომ შენ ვერ ხვდები როგორც გოიმი და ლოხი ყველაფერზე ეგები. მაგრამ მე მაქვს გულწრფელი ესეთი შეფასება ხალხო და ალბათ თქვენ დამეთანხმდები და ბოდიში ხდება ამ ემოციების გამო, იმიტომ რომ როდესაც ესეთ სენსიტიურ თემებს ეხება, ეხა მე მშვიდად ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე რო არ მადარდებდეს და მე არ ვარ აქ, იცით როგორი ტიპი, რომ ეხა აი მოგიყვეთ რაღაცა და თქვენ მე მონაწილე ვარ, თქვენთან ერთად ვაფასებ და თქვენთან ერთად ვაფასებ ამ შიზოფრენიას რაც ეწოდება რა. ეხლა რომ გამოდიხარ და მაგ ყველაფერს მე მიხსნი, ხო? ეს არის ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ შენ ხარ ამ ყველაფერში თანამონაწილე. და ეხლა რახან უკვე ალიბი შენზე აღარ არის უკვე, ეხლა გინდა გადააბრალო იქ ბაიდენს, იქ BlackRock-ს, იქ Vanguard-ს, იქ State Street-ს და მოიყვან ეხლა ყველას, რა თქმა უნდა. ჩათრევა ჩაყოლება ჯობიაო და ფრთხილად იყოს ზელენსკი ისევენაირად არ მოიშორო, როგორც ჯეფრი ეპსტეინი მოიშორეს. ფედერალურმა სამსახურმა, რომ ბევრი რამე იცოდა ძალიან და ფრთხილად იყოს ეს თვითონ ამერიკელებმა არ მოიშორო. და მინდა გითხრათ, რომ სატვირთო თვითმფრინავების ეს ფლოტი საკმაოდ კარგი და განვითარებულია. ვინაიდან ჩვენი სატვირთო თვითმფრინავები სხვა საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, მე ამერიკელებს ვთხოვე მოეცათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნული თვითმფრინავები უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ტრანსპორტირებისთვის გამოგვეყენებინა, რათა ტრანსპორტირების ხარჯები შეგვემცირებინა. ვისი იარაღის გადმოზიდვას ვაპირებდით? ამერიკული, რა თქმა უნდა, აბარა.
რომელი ამერიკული კომპანიების პენსილვანიაში არის BlackRock-ის დიდი ქარხანა იარაღის. ჩემი არ გჯერათ პრორუსულია ინფორმაცია. გადაამოწმეთ ზმაო. გადაამოწმეთ ჩემი თუ არ გჯერა და მე ვარ ეხა პრორუსი და პუტინი მიგზავნის თუ იგი და რაღაც სისულელების რო ზოგჯერა, გადაამოწმეთ თქვენი და ნახავთ რა ყველაფერს რა. თვითონ იმყოფებოდა ზელენსკი ჩასული ხა მეტი რაგი მეტი და ბიჭო ესეთი არა ეს ბოროტება არის გაიგე და ეხა მე არ მჯერა რომ ზელენსკი დებილია. არ მჯერა მაგის. ეს გონია ეხა კარგად ატყუებს ხალხს რა. და манипулირებს იმით რა ხან უკვე დარხეული აქვს. იცის ტრამპი არაფერს მიცემი არა და ტრამპი გამოვიდა საერთოდ და მინერალებში გაგიცვლიო, ანუ ხა ტრამპი ვაფშე ადამიანის სიცოცხლეზე ევაჭრება, ხო? ხა ეგეც გოთვერნობაა მე თუ მკითხავთ, პირდაპირ გეუნებით ხა, ხო? იმის და ხედა ტრამპისტი ვარ ხა და ტრამპი მეოსება, მაგრამ ხა იარაღს იმ შემთხვევაში მოგცემშე თუ ძვირფასე ლითონს მე მომაწვდი, ხო, აი ხა, მაშინ მეგობარი კი არა, მტერი ხარ, შე რა განსხვავება არის რუსსა და ამერიკას შორის? რა განსხვავება? ერთსაც რაღაც უნდა, შახტები მეორეს ლითონი უნდა და ხა რა განსხვავება არის? ერთი ბომბავს თუ მეორე გამოგიყენებს რა მნიშვნელობა ორივე ხოცავს სინამდვილეში. ამერიკელიც კლავს უკრაინელს ხა და რუსიც კლავს უკრაინელს. მაგრამ აქ რო არ ვარგა პოლიტიკა რა რაც უნდათ საქართველოში დაიტრიალა ბიძინა რომ აგ რა იდგა და მე რო გამოვიდნენ ბიძინა მე რო ამოდი ბიძინა რომელმაც ადამიანმა რომელმაც აი დღეს რო ცოცხლები და სუნთქავთ ძმაო. აი დღეს სუნთქავთ და აი თქვენ არ გეხებათ ის პოლიტიკური კრიზისები, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ხო? გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი, ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი, პორტუგალიაში პოლიტიკური კრიზისი, ავსტრიაში პოლიტიკური კრიზისი, იტალიაში ის ენგრევა, გერმანიის თავრობა ენგრევა. კარჩი, იქ სამხრეთ აფრიკაში ხა ილონ მასკმა ახალი თეთრების დისკრიმინაცია ხდებოდა და ახალი სააგორა, გრენლანდიაში რამბები ხდება და ამის ფონზე ძმაო საქართველოში, როდესაც სოფლიოს ესე პოლიტიკური დიდი კრიზისი აქვს, ამ დროს საქართველოში მშვიდობაა. რომელსაც საკუთარი ყველანაირი აი რესურსებითა და ყველანაირთელი აი შესაძლებლობით რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩადო ამ ყველაფერში. პირდაპირ ვამბობ, ხო არაფერს არ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება დღეს საქართველოში მშვიდობა. ერთადერთი ადამიანი, ვისი დამსახურებაც არის ეს ყველაფერი. აი ამ ერთადერთი მიზეზი იქნება, რის გამოც მივედი და მე შემოვხაზე ივანიშვილი. მეტი სხვა აი არანა ეხა მე ხა მტკიცებებში ხო არ წამოვალ, მე არც პარტიის წევრი ვარ, არც არავინ არაფერში მახატებს, არც არავის ვიცნობ იქ საერთოდ, ხო? საერთოდ არც გამჭირვალობის მეშინია, არც აი რა არაფერს არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი რომ ღვთის წინაშე და ერის წინაშე ვარ მართალი. მე რასაც ხედავ ჩემი გადმოსახედი მე მიჩერა და რასაც მე ვაკვირდები ამ დიაპაზონებით, ხო, რასაც აქამდე ვამბობდი. აი, სწორედ მაგ დასკვნამდე მივედი, რომ ამ ადამიანმა არის და ზელენსკი რასაც აკეთებს, ეს არის გამიზნული ბოროტება. ეს არა დებილი ხალხო, რომ ეს სპეციალურად აკეთებს ამ ყველაფერს. იმისათვის, რომ გააპარავოს დღევანდელი მისი ბოდიშით, რა ამ სიტყვაზე, აი, ჩაჯმული მდგომარეობა რა. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშით, მაგრამ ამ ადამიანის მდგომარეობას მე სხვანაირად ვერ შევაფასებ. მეწოდება ის უკრაინელიც, რომელიც აი ამას შეეწირა. ეს უკრაინისტვის ომი არისო, ეს იყო ომი არესტოვიჩებისთვის, ზელენსკებისთვის, იმის უკრაინელი მაღალჩიროსნებისთვის, ოლიგარქებისთვის, ეხა ზიან ფულს აკეთებენ, ნაწილი რუსეთზე არ მიყვედული, ნაწილი ორმაგარიგებაშია, ზოგი აფრიკაში აკეთებდა ფულს, იარაღს ყიდა და ამ დროს საწყალი ვიღაცა ვაშკაცი, ეხა კაცი რომელსაც სამშობლო უყვარს, უნდა წირავს თავს და ამ დროს ესენი მდიდრდებიან. ზოგს იახტები სიცილიაზე აქვს, ზოგს დუბაიში, ზოგს აბუდაბიში და იალა წავიდა გულაობა რა. თუმცა ჩემს თხოვნაზე ამერიკისგან უარი მივიღე. საბოლოოდ კი ჩვენი სატვირთო თვითმფრინავების ნაცვლად ეს იარაღი ამერიკულმა სატვირთო თვითმფრინავებმა გადმოზიდეს. ეხლა რა სამოს, ეხლა ამერიკელებიო საკუთარი იარაღშიო თვითონ აკეთებდნენ რომ ფულსო რა. ანუ თვითონ გატყუებდნენ ბევრმა, მაგრამ ხვდებით ეხლა ამერიკელებს აბრალებს უკვე. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მეტი იარაღი, თუმცა ამისთვის ძალიან დიდი თანხები უნდა გადავგეხადათ. ჩემი კითხვა გახლავთ შემდეგი. არის თუ არა ეს კორუფცია? ან ლობიზმია. ეხლა უყურეთ რა ნახე. ანუ ჩავიდა ამერიკაში არის ფული, მიდის ფედერალურ რეზერვიდან სამხედრო დახმარებით უკრაინის ბიუჯეტში შედის. ეხლა უყურე. თურმე ზელენსკიმ უთხრა ესეთი რამე, რომ მოდი ჩემ თვითმფრინავის გამოვიყენებო, იაფიაო და ისე ჩამოუზიდაო შენი იარაღსო. არაო ამერიკამ ჩემი თვითმფრინავები, ოღონ ამ თვითმფრინავებშიო, კაცო. ეხლა უყურეთ რა ვირეშმა გობა. ახოდო ფულს ეხდი კიდე რა. ანუ ეხლა დაუშვა და ტრანსპორტი როგორც გლოვას მოაქვს რაღაცა რა. ხო იქ ხო არის დამატებითი საფასური ტარიფი იმაზე, რომ გზის ფულს, ანუ არა მარტო ის ეხლა რასაც ემატება ზოგადად უხდი, აი კილომეტრების ფასიც რო არის, ხო იცი რომ ამდე კილომეტრზე მე შორს გადის, რა მანძილს გადის, ხო? ანუ ამერიკა მე დაადო რაღაც ამდე კილოზე ამდენიაო, აი რაღაც დაახლოებით ამაზონის ის შეუსრულა რა. და ზელენსკი თურმე ეს ყველაფერი აიმე მოწიწებით იდგა და აიმე ხა გითხრა რა, ამდენი 3 წელს მერე. ხვდებით რა ამაზრზენია სიტუაცია? იმ დედებს, რომლებსაც ჩავები აცვიათ ეხლა. აი გული მიმძივს, ეხლა მე არაერთხელ გავივლი ამ ადამიანებს შიზოფრენია, რა არის პოლიტიკური შიზოფრენია და რა არის პოლიტიკური სიგიჟე საერთოდ რა. რომ აი თვალებში ნაცარს გვაყრიან ხალხო. და უნდათ რომ ეს ჩვენი სიმართლე, მათი შექმნილი სიმართლე დავიჯეროთ.
რომ ეს არის ჭეშმარიტება და რამე საპირისპიროს თუ ამბობ, ან პრორუსი ხარ, ან პროპაგანდისტი ხარ, ან პუტინი გაფინანსებს, ან ბიძინა გაფინანსებს, ან ვიღაცა მოგელანდა ზეციდან, ან ღმერთი, კაროჩე რა. USAID, აი ბიჭო, აქამდე თუ ეხებოდით ჩვენ იმას, რა ქვია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ღია საზოგადოებები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციები და მოროსები, ხო? აგერ USAID ძმაო დაიხურა ტრამპის მიერ. აპირებენ რადიო თავისუფლებისა და იმის, რა ქვია, მეორე რომელი იყო, ევროპა ნიუსი თუ რომელიღაც, არ ვიცი რომელიღაც, იმის, რა ქვია, აკრძალვა საერთოდ, რომ ეს მემარცხენე ვოუქიზმს ავრცელებს, მასკი გამოვიდა X-ზე დაწერა. ბიჭო, ესეთი ლოხი არ არის ზელენსკი, ეს არის ბოროტი. ეს ჩემი აზრით, ეს არის ბოროტი ადამიანი რა. იმიტომ რომ შენ ამდენამე იციამდე, ეხა მიყვები მაგ სიმართლეს და თავიდან ომი რო დაიწყო, უკრაინელების იმაში 10 ფებრουარში რომ დაიწყო ესეთი ბრძანება გაცა იმან, რა ქვია, სატანამ რო ისო, რა ქვია, უკრაინელებს უკან არ დავახევინოთ, ეს სტრატეგიულად შეცდომა იქნებაო, რომ რუსები გაიგებენო შენ ინფორმაციას და შეაკლა პირდაპირ დატოვა იმით ლაფატკებით აომა გაგიჟებულ რუსებთან ხალხი. ეს თუ არ არის ომის დანაშაული. თან ზელენსკის გადაუცდავა და ზელენსკი არალეგიტიმურია საერთოდ. ეხა პუტინის ციტირებას მოვიყვან, რაც მაგან თქვა. და თუ პუტინზე ვამბობთ არის დიქტატორი და თუ ტრიუდო იყო კანადაში დიქტატორი 2013 წლიდან ლიბერალური სიგიჟები გავრცელა და ეხა მოიხსნა სულ კანადის პრემიერ-მინისტრობიდან ბოდიშით ზელენსკის დიქტატორიას მაო. სულ საფეხზე მკიდე ხა ომის მაგალითს მოვიყვან, შენ თუ რა ის მაგალითს მოვიყვან. ზელენსკიც ისეთივე დიქტატორია, როგორც პუტინი და როგორც ტრიუდო იყო, მათ შორის აი ლიბერტარიანული და ეგ რაღაც ვოუქიზმი და ეგ სკოლებში რო იმებს ტამპონები რო კაცის ტუალეტებში შეკონა და ეგეთი რაღაცები. ანუ ზელენსკიც არალეგიტიმურია. წმინდა დემოკრატიულად ეხა თუ გვაქვს ჩვენ აი სიმართლეზე ვლაპარაკობთ, სიმართლეზე უნდა ვილაპარაკოთ. აბა კითხე ხა უკრაინელებს ას ფიქრობენ ამ ადამიანს. აუ, არ ამგონია კაი. ან რაც გინდათ ის დაარქვით. რა არის ეს? თქვენ გულისხმობთ კორუფციას ამერიკული კომპანიების მხრიდან? ლექს ფრიდმენი ძალიან მაგარი კაცია, ამას უსმინოთ ხოლმე. დიახ, გულისხმობ მათ ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხვადასხვა კომპანიები ლობირებდნენ. ბიჭო. BlackRock-ი ყდარში ცოცხალშიც ფულს აკეთებდა მთელი ომის განმავლობაში. რეკონსტრუქციის გეგმაც კი BlackRock-თანაა შეთანხმებული. Deep State-თან რა, ანუ რა. და ეხა უკრაინის ლიდერი ეხა იგებს? როცა ჩემმა გამომწერემა და მე ყველაფერი წელიწად ნახევარ და 2 წელს წინ ვიცოდით და აგერ ვიდეოებს წინაზაფხულსავზე ზაფხული დამდებდით. თავიდან ბოდი შედეხა ილონ მასკი შეცდა ეხა. თავიდან უკრაინას რო აუφ და რუსეთი ეხა ეგ ჭამეთ. მე ვაღიარე კიდევაც კაცო ფიური რაღაც თავიდან ჭამე კაცო, მაგრამ მე შეგნება გამაჩნია და აღიარება. მე არ ვარ ლიბერასტიკი არ ვარ, აბა როგორ მე ცვლები რაღაცაში. მე ეს ვაღიარე. ილონ მასკი შეცდა ამ ყველაფერში. და ის გამოვიდა ღიად უკრაინას დაუჭირა ომი და დღეს როგორ არის კაიფობს უკრაინასა პირდაპირ. და ბევრი საინფორმაციო ვაკუუმი იყო ხალხო. 2022 წელს თებერვალში იყო საინფორმაციო ვაკუუმი. მთავარზე ფორმულას არ ვაბრალებ, კაცო, მე ვაბრალებ CNN-ი, BBC, CNBC, მატრიცის მედიიდან რაც ხდებოდა. ბუნებრივია მე შევწდებოდი ხა ბოდიშით, მე არავინ ანგარის არ მაბარებს იქიდან. და არც Deep State-თან არ მაქვს მარლა შეხება. თუმცა მე არ შემეძლო აღნიშნულზე. მაგრამ ამან არის ცოტა ეხა? ამას მოგეთხოვება ზომა, მაგრამ მე და თქვენ არ მოგეთხოვება. ჩვენ არ გვართ იმ საზოგადოებაში და იმ ნაღებ კორუმპირებულ ხალხში, რომ ჩვენ აქ ხელა დონეზე გვწოდნოდა სინამდვილეში რა სცენარი ვითარდებოდა აქ. და ეს ომი რა თქმა უნდა დადგმულია, ყველამ ვიცით უკვე. რუსეთი მიუშვა ამერიკამ დაბრო პირდაპირ რუსეთს ამერიკისგან ქონარღებდა. ამერიკას უარი თქვა კი, რუსეთი არც დაიწყებდა, იმიტომ მთელი რუსული ქონება არის ამერიკაში, ყველაფერი დოლარშია. და მე ისიც მიჯერა ისე რომ ამერიკელებს რუსებიც კარგად ყავთ გამოჭერილები, აი გემრიელად, ისე რომ ატომოს კი არ ჩემ ფეხებს ვერაფერს ვერ გაიცური საერთოდ. უბრალოდ ეს არის შეთანხმებული, კორუფციული, საერთო ბიუროკრატიული გარიგება. როგორი წარმოება იარაღი, როგორ იხოცებიან ხალხი და ამ დროს ჩვენ ესე გამოდივართ, აი მე რუსეთი ესეთია, უკრაინა ესეთია, თქვენ მართალი არა. მეგობრებო, მე ხო იცით ყოველთვის სიმართლეს ხარეს ვარ და მე ყოველთვის გულწრფელ აზრებს გიზიარებთ. ეს ვიდეო განხილვები იქნება ფსიქოლოგიაზე, როდესაც საუბრობ, პოლიტიკაზე, როდესაც საუბრობ, ზოგადად ვიდეო რეაქციები რომ აქვს, ნებისმიერ თემაზე, ხო? ვცდილობ გულწრფელი ვიყო. და ჩემი აი მთელი აი შინაგანი მდგომარეობა, რასაც ახლა თქვენ გიზიარებთ, ის არის რომ ეს ადამიანები კარგები არ არიან, მეგობრებო. ესენი არიან ძალიან ცუდები. ამიტომ პოლიტიკოსი უნდა ფასდებოდე იმით, რამდენად მაგარი ხარ და რამდენად ძლიერი ხარ, რომ შენ ეს კონფლიქტი არიდო ხალხს. აბა მე რატო უნდა ჩავაცვა ქართულ დედას შავი მითხარით? მე მაგარი პოლიტიკოსი ვიქნები, ეხა მე რომ მოვიდე მთავრობაში და აი აფხაზეთში შევიდეთ, ეხა ავხოცოთ ყველა, დავუშვათ ისა და ამ დროს ქართველი ერთი ქართველის
ფასიც, სიცოცხლის ფასიც კი არც ერთ მიწას არ აქვს დედამიწის ზურგზე. ადამიანი უფრო ფასეულია ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი მიწა, რაც კი მსოფლიოში არსებობს. და მე ქართველ დედას არც შავს ჩავაცმევ და არც ქართველ ახალგაზრდას არ ჩავაწვენ იმ ომში პლუს, რომელიც თავიდანვე წაგებულია. აი ესე უნდა მსჯელავდეს პოლიტიკოსი. სხვა შემთხვევაში მაშინ ვიყოთ ბოდიშით რამ სიტყვებზე, მაგრამ პროჭი, გოთვერანი და უნდა იყო აი ესეთი, აი ჩაჯემული რო გამოდიხარ მე და ხალხო ვიცით რა არის, მე ესე მეგონა, რას ქვია გეგონა. ლინჩის წესით ხარ გასასამართლებელი და ნებისმიერი პოლიტიკოსია გასასამართლებელი იმაზე, რომ ხალხს აყენებს შენამხელა კატასტროფული და ფაქტიურად ეთნო იმის რა ქვია კატასტროფის წინაშე და გამოდიხარ შენ რაღაც გეგონა ბიჭო. მამაღლა მესაუბრა, ვინაიდან ჩემს ინტერესში არ შედიოდა სკანდალის გამოწვევა და ასევე შესაძლოა ამ ყველაფერს დახმარების შეჩერებაც გამოეწვია. ჩნდება კითხვა, თუ ჩვენთვის გამოყოფილია 177 მილიარდი და აქედან მხოლოდ ნახევარს ვიღებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ვინ დგას? ზელენსკი თვითონ, მთელი უკრაინული ოლიგარქია, მთელი ეს ბიუროკრატია, ვინების უკრაინაში არიან ახლა, მთელი ისა რა ქვია, რადა ვინებიც იქანია პარლამენტარები, ყოფილი არესტოვიჩები. ვინ დგას კიდე ამ ყველაფრის უკან? Vanguard-ი, BlackRock-ი, State Street-ი, მთელი ეს ამერიკული კომპანიები შეთანხმებულად. ურთიერთ შეთანხმებულად მოქმედებენ ძმაო, აი გემრიელად პროცენტები იჭმება, კაიფულები კეთდება. ომი მორჩება ეხა, რაღაცა სადემარკაციო ზონი შეიქმნება, რაღაც აი რა ქვია, როგორც ის არის რა, როგორც ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის არსებობს, რაღაც ნეიტრალური ზონა, იტყვის ამერიკა მე რაღაც ამკლავი დავარქვათ ამას, შევიყვან ჩემს სამშვიდობო ჯარებს, ან EU თუ ან ამერიკა, რაღაც დავუყენებ ამას, ან რუსეთს ძალიან ბევრი რამე დარჩება, იმიტომ რომ რუსეთს ახლა სასარგებლო წიაღისეულის 75%-ზე მეც უკრაინა შაკონტროლებს. ეს ვამბობ აი, რაც წმინდა წყლის რესურსებია რა, აი Minecraft-ი რაც არის, რუსეთი აკონტროლებს ახლა. ბიჭო, მე კითხვა მიჩნდება ხალხო, რომ მე ძალიან ვარ გაბრაზებული, მართლა ძალიან, იმიტომ რომ აი, ზოგადად ადამიანი არსება მეცოდება ზოგადად. ანუ ნაცია შემთთვის მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინელის მეცოდება, ის ახალგაზრდა, რომელიც არის დაბალი ოჯახის და დაბალი ოჯახის შესაძლებლობიდან და მოუწია ომში წავსო, იმიტომ დიდრებმა პროჭემა გაუშვეს ყველანი საზღვარ გარეთ. ის საწყალი რუსიც ძალიან ცოდო არის, რომელიც აი ზუსტად პუტინის დავალებებს და პუტინის შიში და ისიც მეცოდება, იმიტომ რომ ისიც ღვთისხატებაა და ისიც ღმერთის შვილია. ქართველიც მეცოდება, უკრაინელი ყველა მეცით, რომ ეს საწყალი ხალხი ეწირებიან აი ბოროტების პოლიტიკურ ამბიციებსა და იმას. და შენ, აი მე მინდა მე რა არის ჩემი მიზანი ამ არხის და ყველაფრის ასე ვითარებ, რომ მე მინდა ხალხო რომ მასკა ჩამოხსნა ბევრ ადამიანს. მე მინდა თქვენ ეს ჭეშმარიტი განათლება მოგაწოდოთ, რაც არის, რა არის პოლიტიკა, რა არის ფსიქოლოგია, რა არის ადამიანის ფუნდამენტური არსი, რა არის მისი მისწრაფება, როგორ მუშაობს ეს ფსიქოსომატური და ის კომპლექსები, აი თვითდამკვიდრების, ძალაუფლებისკენ სწრაფვის, სიღორის, გაუმაცხრობის, ეს მინდა იცოდეთ. მე ძალიან ბევრ ვიდეოს გადავიღებ კიდე ამის შესახებ, кейსებს მოვიყვან, ყველაფერს განვიხილავ, აი ყველა თემა შევეხები, რაც სოციალურ და პოლიტიკურ ამ ძალიან დიდ სექტორს უკავშირდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მეგობრებო არ დავგოიმდეთ. მე ქართველი ვარ და მე ქართველებს უნდა ვემსახურო. მე არ ვარ არც უკრაინელი, არც რუსი და არც ამერიკელი, რომ მე ვიღაც სხვა ჩემი ვალდებულება როგორც ამ წუთას კონტენტ მეიქერის და მომავალში პოლიტიკური მოღვაწეს ინდორ პოლიტიკოსობა მინდა ზოგადად, მაგრამ მე არც ერთი პარტიის წევრი ვარ ახლა. იმის და მივხვდით რომ ბიზნეს ვაქებ და მესმის რომ თქვენ ლოგიკურია რომ ფიქრობთ რომ ახლა რახან მე ვაქებ და რახან მე ამ დროს თუნდაც ფულებს ვიღებ, რაღაც სიცოლელები, ეს არის ბრალდებები უბრალოდ. კაცო, მე არც გამჭირვალობის მეშინია კიდევ ერთხელ არაფერ, ვისაც რამე მტკიცებულობა ჩემზე ექნება, აი აქ ვარ, აი. არსად არ გორბი ვარ, არც საქართველოსთან. არც არასდროს არ გავიქცევი. სულ ყველაფერი დავკარგო, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის. სულ რომ მენაგვე გავხდე და აი რა ვიცი, აი რა მენაგვე კი არა, რა ვიცი, ტუალეტები რო ხეხო. არც ეგ არ გამიტყდება. იმიტომ რომ მე მინდა ვემსახურო ამ ქვეყანას. და იმათ თუ ეშინიათ ოპოზიციონერებს, NGO-შიკებს, რაღაც დაფინანსებების რო აქვთ და რო იმაშვებიან, ხო? მე არაფრის არ მეშინია, ვისაც უნდა, რაც უნდათ ამოწერონ, რა მტკიცებულება რეალური მოიტანონ, ძმაო, რომ მე თურმე ამ დროის განმავლობაში ვიღაცას მივყიდე. მე თვითონ ვიტყვი ყველაფერზე უარს. ჩემს ცხოვრებაში, ბიბლიისა და აი ღვთის წინაშე, ღმერთმა იცის მხოლოდ სიმართლე. ერთადერთი, ვისაც მე ვემსახურები, ერთადერთი, ვის დავალებასაც მე ავასრულებ მთელი ცხოვრება. ეს არის მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. და მისი ხა მესმის რაღაც ჩემი დიქცია ბევრს არ მოწონს, უხეში ვარ, ბევრ ვაკრიტიკებ, ბევრს მესმის, მაგრამ ესეთი რეალობაა, რა ვქნათ, მე სამ სიბინძურაში ვარ გარეული. ამიტომ მე მინდა ჩემი ხალხი დავიცვა და მე მინდა ჩემ ხალხს ვემსახურო. ამ წუთას მე ინტელექტის გარდა მე ფული მილიონერი არ ვარ, არაფერი რო სხვანაირად დავეხმარო. ამიტომ რა რესურსიც მე გამაჩნდება და ღმერთი რას საშუალებასაც მომცემს, იმ მიმართულებებით ვემსახურებ. ჩემი ბექგრაუნდია პოლიტიკური ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია
ადამიანის ბუნების კვლევა, სხვადასხვა ფსიქო кейსების განხილვა და ეგეთი რაღაცები, რაშიც ვიცი რომ კარგი ვარ ხა და დანარჩენი არც მანქანები მესმის ხა მედიტატა და არც სპორტი როგორ არ მესმის რაღაცა, მაგრამ მაგებზე ვიდეოს მე ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ არ არის ჩემი კომპეტენცია და არც ჩემი ის მაღალი რომ მაგ ყველაფერში მოახდინო ჩემი ესე თქვა ხალხთან ურთიერთობა და გაცნობა და მაგალითად სამეცნიერო ან რაღაც კვლევების წარმოება. აქ გამომდინარე რაშიც მაქვს ჩემი თავის იმედი, მაგ საქმიანობას ვეწევი. სიმართლეც ის ღმერთმა წმაურის ის მე არასდროს არ მეშინია და არ შეეხა გინდა მთავრობამ დამადოს რაღაც ისენი რა ქვია შემოწმებები. ვინც უნდა, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ მართალი ვარ და ღმერთმა ხო იცის რომ მე მართალი ვარ. და ბიბლიაში არსად არ წერია ეგეთი რაღაც რომ ისაო რა ქვია მთავრობის წინაშე ან ოპოზიციის წინაშე ან ვიღაცა მართალი უნდა იყოს ღვთის წინაშე. ღმერთი არ უნდა მოოტყო და შენი ხალხი არ უნდა მოოტყო. აი მაგით ფასდება შენი მორალი, შენი ადამიანობაც და ყველაფერი. და ეს ფულზე არ იყიდება მეგობრებო. არსებობს რაღაცები, თქვენ მე ჩავწერ კიდევაც ამის შესახებ ძალიან მაგარ ვიდეოს და ეხლა ცოტა თემას გადავუხია ბოდიშით, მაგრამ შევყევით ძალიან საინტერესო დიალოგი ვის გამოგვივიდა მონოლოგი, რომ აი ცხოვრებაში თქვენ მე მჯერა რომ თქვენ შორის არიან ძალიან მაგარი ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ ფულს იშოვიან ცხოვრებაში. მოვა ეგ დრო ცხოვრებაში, როდესაც მიხვდებით რომ ფულზე ძვირფასი რაღაცები არსებობს, რომელსაც ფულით ვერ გამოიმუშავებ და ვერც იყიდი ვერასდროს. ამიტომ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ადამიანები. ხორცი მაღაზიაშიც იყიდება, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა. ამიტომ ზელენსკი ახლა თემანეკა გადაუხვია, ხო? კიდევ დაუბრუნდები. არის მაგალითი იმის, თუ რა ცუდი რამე შეიძლება დამართოს საკუთარ ქვეყანას. აი, ძალიან დიდი ფილოსოფოსი აზიელ ჩინელი სუნძი ამბობდა ესეთ რამეზე, მაგარი მაშინ ხარ, როდესაც შენ შეგიძლია ომი ბრძოლის გარეშე მოიგო. აი, ეს არის ომის ხელოვნების წვერვალი. როცა მას არ გააჩნია. ან გააჩნია, მაგრამ ზაკრულად აკეთებს შუმად რომ ფული აკეთოს. ხო, ბოდიშით ესეთ სიტყვები რო გამოვიყენე, მაგრამ რა ვქნა, სამწუხაროდ მეც ვარ ამ სიბინძურეში, პოლიტიკოსობა რომ მინდა ბუნებრივია რაღაცებში გასვრა მომიწევს ცხოვრებაში, მაგრამ თავარი ვექტორი, რასაც მე არასდროს არ გადავხო და რასაც მე ყოველთვის წინ წავალ, ეს არის ჩემი ღირსება, ჩემი მორალი, ჩემი ვალდებულებები ერისა და ღმერთის წინაშე. რასაც სიკვდილის ფასადაც არ გინდა მომკლან, რაც გინდა ის გაკეთო, მე არასდროს არ დავთვალ. იმიტომ რომ ამაზე დიდებული ღმერთს ადამიანისთვის არაფერი არ მეუცია. დაწერეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოს არ მიმართებაში და ზოგადად ჩემ მონოლოგთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი გულწრფელი თქვენდამი საუბარი და ძალიან ბევრჯერ მოისმენთ ანალოგიურს და უფრო დაწვრილებით ბევრ რაღაცებს. იმიტომ რომ გულწრფელობა აუცილებელია, თუ გულწრფელი არ ხარ, რავი, ტყუილია ყველაფერი ჩემთვის, ტყუილია, ვერაფერში კაი ვერ იქნები. გაიხარეთ დროებით.